მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც დღეს მე გაუძღვებით ენგოლმანიძე, ჩვენს თანაწამყვანებთან, მერაბ ჭიქაშვილთან და ცოტნე მარღიასთან ერთად. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, ჩვენს და მაყურებელს, მადლობა რომ გვიყურებთ. გვინდა საუბარი დავიწყოთ მნიშვნელოვანი ვიზიტით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმყოფება საქართველოში და ბუნებრივია უკვე შედგა უმაღლესი რანგის შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, მას აეროპორტში დახვდა კალბატონ ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორც გავრცელდა ინფორმაცია, შეხვედრა ასევე გაიმართება ბიძინა ივანიშვილთან. ანუ გარდა ასე ვთქვათ, ფორმალური თანამდებობის პირებისა, როგორც ჩანს, ამ შეხვედრას აქვს მართლა ძალიან მაღალი მნიშვნელობა, იმიტომ რომ პირადად ბიძინა ივანიშვილი შეხვდება ილჰამ ალიევი. მინდა აი ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი, ცოტნე შენთან მექნება ეს შეკითხვა, რას შეიძლება დაუკავშიროთ, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ტრადიციულად არის, რა თქმა უნდა, მეგობრული, პარტნიორული, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკისთვის, მათ შორის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენთვის აზერბაიჯანი ასევე არის ენერგომატარებლების ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც პრინციპში რუსეთის ენერგომატარებლების ერთადერთი ალტერნატივა არის რეგიონში. ამდენად, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს სჭირდება საქართველოს, საქართველოს სჭირდება აზერბაიჯანი და ჩვენ ერთიანად წარმოვადგენთ და სომხეთთან ერთად ბუნებრივია წარმოვადგენთ მთლიანად ამიერკავკასიას და ჩვენ შორის მჭიდრო ურთიერთობები, როგორც ჩვენი სახელმწიფოსთვის, ისე აზერბაიჯანული სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, აი რეგიონში დაძაბული ვითარების ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, ხო, ასეთი ტიპის ვიზიტები. შენი აზრით, აი რა შეიძლება დაუკავშიროთ ეხლა ამ პერიოდში ეს ვიზიტი და თან როგორც ჩანს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ვიზიტები ბევრი გვინახავს, თუმცა პირადად ბიძინა ივანიშვილი როგორც წესი არ ხვდება ხოლმე ესე ყველა ჩამოსულ სტუმარს. როგორც ჩანს ამ სტუმრობას მართლაც აქვს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა. აქვე აღსანიშნავი არის აზერბაიჯანის განცხადება, რომელიც სუსორად მახსოვს 2 დღის წინ გავრცელდა. საკითხი შეეხება კავკასიის დერეფანს, კერძოდ ზანგეზურის დერეფანს და როგორც მედიაში წერენ, აზერბაიჯანმა უკვე თითქმის დაასრულა ინფრასტრუქტურის მოწყობა ზანგეზურის დერეფნის გახსნისთვის. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე კავკასიის ერთადერთი მაგისტრალი, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი თვირთებისთვის იყო სწორედ საქართველო. თუ კი მოხდება ზანგეზურის დერეფნის გახსნა, დროთა განმავლობაში ამ დერეფანს ექნება იმისი პოტენციალი, რომ ჩაანაცვლოს საქართველო, ანუ გახდეს მისი ერთ-ერთი ალტერნატივა. ამაზე წარსულშიც ბევრი გვისაუბრია, ბევრიც დაწერილა, სხვა შორის მაშინ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ ჩვენ ამ საკითხებზე, სანამ საერთოდ აქტუალური გახდებოდა ეს ზანგეზურის დერეფნის ამბავი, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ცხელი კონფლიქტი და ანუ არც კი განიხილებოდა, რომ ეს დერეფანი შეიძლებოდა გახსნილიყო, თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა. მოდი ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, საქართველოს ამ სატრანზიტო ფუნქციაზე, ხომ არ არის შესუსტებული ეს ფუნქცია, რა ინტერესი აქვს აზერბაიჯანს საქართველოში და რას დაუკავშირებდით აი ამ ვიზიტს? კი ბატონო, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს, მოგესალმებით თქვენც, რა თქმა უნდა. კი ანუ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც სოფლიოში ახლა მიდის, ხო? ყველამ კარგად ვიცით, აი პიკზეა სოფლიო გეოპოლიტიკა, რაღაცა კულმინაციისა, იმ დაძაბულობისა და ესკალაციის, რაც ახლო აღმოსავლეთში ჩვენს მეზობლად არის. და ამ პროცესების პარალელურად მსგავსი ტიპის ვიზიტები ალბათ უნდა შეფასდეს დადებითად და უნდა ითქვას, რომ ზუსტად ჩვენც არაერთხელ გვითქვა ამ სამეთერებიდან, რომ ჩვენ დღეს გვჭირდება დიალოგი ნებისმიერ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან და განსაკუთრებით ისეთ მეზობლებთან, რომლებთანაც 30 წლის განმავლობაში ასე თუ ისე ჩამოგვიყალიბდა კეთილმეზობლური ურთიერთობები, ერთმანეთთან ჩვენი ეკონომიკები, ჩვენი ხალხები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და შესაბამისად ამ ყველაფერს აბსოლუტურად ესე იგი ესეთი მნიშვნელოვანი ფასი აქვს დღეს და მნიშვნელოვანია ისიც რომ რაც შენ ახსენე თენგო რომ დღეს აი ამ პროცესებიდან გამომდინარე ალბათ კიდევ უფრო იზრდება კავკასიის როლი როგორც დაუშვათ სატრანზიტო დერეფნის როლი, როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენს ქვევით იქ ხდება
ძალიან ისეთი მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც არაერთი სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ გახდა ჩართული, ეს უნდათ რომელიმე სხვა ქვეყანას თუ არ უნდა და მოხდა ისე რომ აღმოჩნდნენ ამ კონფლიქტში ჩათრეულები და პარალელურად ამისა ვხედავთ უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რამაც გამოიწვია დაუშვათ იგივე დასავლეთ ნაწილისთვის, ევრაზიის კონტინენტისა და ევროპისთვის სერიოზული პრობლემები, მათ შორის ეს გამოიხატა რუსულ ენერგომატარებლებზე და ენერგორესურსებზე მათი მხრიდან ესეთი გაცხადებული უარის მიზეზით, ხო? ამის პარალელურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ირანში მიმდინარე პროცესები აღმოჩნდა სერიოზული დარტყმა მსოფლიოს გლობალური ეკონომიკისთვის და ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძლება ითქვას შეიძინა აზერბაიჯანულმა ნავთობმა, მათ შორის ევროპისთვისაც, რომელიც შეიძლება რაღაცნაირად აღმოჩნდეს ალტერნატივა ჰორმუზის სრუტეში გაჩერებული აი ამ ირანის მიერ გადაკეტილი ჰორმუზიდან გაჩერებული ნავთობებისა და გაზის ალტერნატივა აღმოჩნდეს. თუმცა აქ ის უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, რომ თვითონ აი მოცულობა რესურსებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესურსი ბევრად ნაკლებია ვიდრე ირანის. რესურსი ბევრად ნაკლებია, თვითონ წარმოება, რასაც აწარმოებს აზერბაიჯანული მხარე, ესეც ბევრად ნაკლებია და ნუ მარტო ირანზე არ არის ხო საუბარი ჰორმუზის სრუტე რო გადაიკეტა, იქ გადაიკეტა არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ ისეთი უმსხვილესი ნავთობმოპოვებელი და ნავთობმწარმოებელი სახელმწიფოებისთვის, როგორც არის მაგალითად საუდის არაბეთი და იქ ყატარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს მთლიანი რეგიონისთვის გახდა პრობლემა და აქედან გამომდინარე გასაგებია რომ ამ მოცულობის მთლიან ჩანაცვლებას აზერბაიჯანული ნავთობწარმოება ვერ შეძლებს ყოველ შემთხვევაში იმ მასშტაბებით რა მასშტაბებიც მას დღეს გააჩნია თუმცა გარკვეულწილად ჩვენ გვახსოვს რომ ჯერ აი ამ კონფლიქტამდეც რამდენიმე წელია უკვე სერიოზულად არსებობს აზერბაიჯანული ნავთობისადმი, მათ შორის თურქმენული ნავთობისა და გაზისადმი მოთხოვნა ევროპაში და იქ განიხილებოდა ძალიან ბევრი ალტერნატიული ვერსია და ტრანზიტი, თუ როგორ შეიძლებოდა ევროპაში მომხდარიყო ამ ენერგომატარებლების ტრანსპორტირება და შესაბამისად ეს ალბათ კვლავ იქნება აქტუალური და კვლავ დადგება დღის წესში და ეს ერთი და მეორე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ამ თემას ის რომ დაუშვათ აი ჩვენთან აი ამ გაძვირებული ნავთობის ფასები ძალიან კარგად ვიცით ხო როგორ აისახა გაძვირდა სერიოზულად ნავთობი და შესაბამისად იმედი მაქვს რომ რაღაცა აი ამ შეხვედრების დროს რომელიც როგორც შენახე გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან და გაიმართება ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის რანგში შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალბათ დადგება და უნდა დადგეს ის საკითხი რომ დაუშვათ ეს გაძვირებული ფასებიდან გამომდინარე ნავთობზე სოფლიო ბაზარზე გაძვირებული ფასებიდან გამომდინარე ის როცა კატასტროფულად გაძვირებული ნავთობპროდუქტები ქვეყანაში ეს არის სერიოზული გამოწვევა ქართული ეკონომიკისთვის ხო რომელიც არც ისეთი მაინც და მაინც ჯანსაღად არ გამოიყურებოდა ხო ხედავთ რომ დაუშვათ ფასების მხრივ ამ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა პარალელურად იწვევს თითქმის ყველა პროდუქტზე ქვეყანაში ფასების ზრდა. შესაბამისად იმედი მაქვს რომ ეს საკითხიც ალბათ დღის წესრიგში უნდა იდგეს ქართულ-აზერბაიჯანული მხარის დიალოგში და საბოლოო ჯამში ის რაც შენ ახსენე რომ დაუშვათ ზანგეზურის დერეფანზე გაამახვილე ყურადღება და მათ შორის დღეს დაიწერა რომ აი რამდენიმე თვეში უკვე თურქულ-სომხური საზღვარი გაიხსნება რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩაკეტილია და ნუ ეს პრინციპში ზანგეზურის აი ამ დერეფნის კონტექსტში შეიძლება აღვიქვათ ეს ნიშნავს პირდაპირ დაუშვათ სავაჭრო გზებს თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რა რაც პრინციპში შეიძლება ჩაითვალოს ქართული სატრანზიტო გზის ალტერნატივა თუმცა თუ ჩვენ დავინახავთ იმ პროცესებს, შევხედავთ იმ პროცესებს, რომელიც მიდის ჩვენს რეგიონში, მათ შორის აი ამ ირანში დაწყებული კონფლიქტიდან გამომდინარე და პრინციპში რუსულ-სომხური ურთიერთობების დაძაბულობის მატებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დიდი ალბათობით და სწორად წარმოებული საგარეო პოლიტიკის პირობებში, თუ ამას მოახერხებს მართველი გუნდი, ჩვენ ზანგეზური არ იქცეს რაღაცა
ქართული სატრანზიტო სივრცის ალტერნატივად, არამედ ეს რაღაცნაირად მოხერხდეს ისე, რომ განხილული იყოს როგორც ერთიანი სატრანზიტო სივრცე, რომელიც ერთმანეთს კი არ შეუშლის ხელს პრინციპში, არამედ დაეხმარება და ამისთვის რა არის აუცილებელი? ამისთვის აუცილებელი არის, რომ მოხერხდეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება პირველ რიგში და ის ცეცხლი, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთით არის და ჩვენი სამხრეთით ანტია არ მოხდება და არ უნდა მოხდეს ამ ცეცხლის კავკასიის რეგიონში შემოსვლა, ეს ერთი და მეორე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დაუშვათ შესაძლებლობა, რასაც ეს კონფლიქტები იწვევს, რეალიზებულ იქნას კავკასიის რეგიონთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში გულისხმობ რას? გულისხმობ დაუშვათ ჩინურ ინტერესს, დაუშვათ იგივე ანაკლის ღმარწვოვანი პორტის სახით, რომლის მშენებლობაც მიდის და ეს ჩინელების გამოხატული ინტერესია და ეს რაღაცა შუა დერეფნის პროექტის ნაწილად ქცევა და ამაში იმისთვის რომ ეს პროექტი სრულყოფილად იყოს კავკასიაში წარმოჩენილი, აუცილებელია რომ ყველა ქვეყანა, მას განსაკუთრებით აზერბაიჯანი და საქართველო ამაში საერთო ენას პოულობდნენ და თანამშრომლობდნენ. ეს ერთი და მეორე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იმისთვის რომ ეს ამ პროცესის შექმნა, პოლიტიკურად შექმნა გახდეს შესაძლებელი, ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება, რაც გულისხმობს დაუშვათ რუსეთიდან ტვირთების ატარებას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა თანხმდებით იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ან ორი რეალობის წინაშე შეიძლება დადგეს მთელი ჩვენი რეგიონი და ეს არის ერთი ძალიან დიდი, ამაზე გადავალთ მე, მაგრამ ვიტყვი უცებ, ძალიან დიდი და ხანგრძლივი კონფლიქტი რეგიონში, რაც შეიძლება გამოიწვიოს იქ ვითარების კიდევ უფრო ესკალაციას, გულისხმობ ირანში და ეს გამოიწვევს მთელი რეგიონის, აღმოსავლეთის რეგიონის ცეცხლში გახვევას და ეს აი მართვადი ქაოსის თეორია, ხო ცნობილი თეორია, როგორც ამერიკელები და დასავლეთის მართავს ხოლმე ძირითადად პროცესებს. აქ ამ შემთხვევაში თუ გათვლა არის იმაზე, რომ დავუშვათ იქ სიტუაციის არევით ისინი შექმნიან მართვადი ქაოსს, რომელსაც მე თვითონ გააკონტროლებენ, აი ეს შეიძლება იქცეს ძალიან ცუდ პრეცედენტად, იმიტომ რომ ეხლა 100 მილიონიანი ირანში ქაოსის შექმნა და მე ამის მართვას ცადო, ხო, ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენება ოსოფაში ქაოსის შექმნა და მართვა არ არის თან ეს რაღაც ალბათი ნოუ-ჰაუ, ხო, ამას ცდილობენ, რაც ეს სახელმწიფო არსებობს, იმის მერე სხვადასხვა იმპერიები. ხო, თან მარტო ირანში ვერ მოხდება, მე ამას ვამბობ, ეს გავა ირანის ფარგლებს გარეთ და მთელს რეგიონს ცეცხლის ალში გაახვევს და აი ამ რეალობის გათვალისწინებით ის რომ დაუშვათ არსებობს ეს ფორმატი დიალოგს, თან გვახსოვს ჩვენ რომ სხვათა შორის ალიევი 2023 წლის შემდეგ ბოლოს ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო თბილისში ვიზიტი, იმის შემდეგ არ არის, კარგი 3 წელია გასული, რაც ბოლოს ალიევი თბილისში იყო და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ მსგავსი ტიპის საუბრები აუცილებელია, ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობთ რომ მსგავსი ტიპის განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებთან ეს არის აუცილებელი და ის გამოწვევები რაც არსებობს ჩვენი ქვეყნის წინაშე, ხო, დღეს ეს ეკონომიკური იქნება თუ საფრთხეების იქნება, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ამოცანების გადაჭრას ჩვენს მეზობლებთან თანამშრომლობის გარეშე, ხო? აქედან გამომდინარე, თუმცა არის კიდე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მინდა რომ შევეხოთ და მე რა შენთან გადმოვალ ამ შეკითხვით, აი ცოტნე მისაუბრა და სრულიად სწორად ისაუბრა რა როლი აქვს აზერბაიჯანს იგივე საქართველოს ენერგორესურსებით მომარაგებისთვის, ხო? და მან ახსენა რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს განხილული, ხა აი აქ და უნდა იყოს ქართულ-აზერბაიჯანული დიალოგის დღის წესრიგში და რა თქმა უნდა ეს ასეა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხიც, რაც შეეხება იმ ტერიტორიულ პრეტენზიებს და პრობლემებს, რაც არ არის შეიძლება რაღაც ცხელ ფაზაში, მაგრამ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ასეთი პრობლემა არსებობს და ამას ქვია დავით გარეჯი. განსაკუთრებით ეს თემა აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში და გუშინ, როდესაც ადამიანი ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც ერთი თვის წინ დაახლოებით ისაუბრა სწორედ აი ამ საკითხზე და მან პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს უკვე გადასცა ჩვენმა ქვეყანამ de facto ეს ტერიტორიაო და მას როგორც თავად ამბობდა საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი დოკუმენტი პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით ამასთან დაკავშირებით, 2 დღის წინ იპოვეს საკუთარ ბინაში მკვდარი ჩამოხრჩობილი,
რა თქმა უნდა, პირველ რიგში უსამძიმებთ ოჯახსაც, ახლობლებსაც. მისი ცხედარი არის ექსპერტიზაზე და ალბათ ექსპერტიზა უნდა დაადგინოს შედეგები, თუმცა ის ეჭვები და უნდობლობა რაც ამ ხრივ გაჩნდა უკვე საზოგადოების გარკვეულ წრეებში არის სრულიად სამართლიანი, ბუნებრივია. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ჩვენ რაიმე ვერსიას არ ვავითარებთ ამ შემთხვევაში. უბრალოდ ეხა ვიღაცებს რო გაგვიჩნდა ეჭვები, რომ რასთან გვაქვს საქმე, ადამიანი ერთთვის ასეთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და შემდეგ მას გარდაცვლილს პოულობენ, რა თქმა უნდა, რომ გაჩნდება ეჭვები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კვალიფიციურად მოხდეს ამ საკითხის გამოძიებაც და არ უნდა დარჩეს არც ერთი ეჭვი ამ ხრივ ეს ერთი. და მეორე, რაც ალბათ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ღიად უნდა თქვას, რა ხდება დავით გარეჯთან დაკავშირებით, ხო? ბატონი ლაზარეს მიერ დასახელებული აი ეს ამბავი, რასაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოყვა მაშინ საზოგადოებაში. ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა უარყოფილი. არავის არ უთქვამს, რომ არა, ესე არ არის, ან ცდება ეს ადამიანი, არაიმე დეზინფორმაციას ავრცელებსო. საერთოდ არ მოხდა ამ თემაზე კომენტირება, ხოლო შემდეგ როგორც ვთქვით, ეს ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი. სხვათა შორის, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, დღევანდელ რომელში გაზეთ ასავალ-დასავალში ასევე უნდა გამოქვეყნდა ამ ადამიანთან ჩაწერილი ბოლო ინტერვიუ, რომელიც მან გარდაცვალებამდე მისცა სწორედ აი ამ გაზეთს. დიტო ჩუბინიძეს თუ არ დიტო ჩუბინიძეს თუ არ ვწდები. ამდენად ეს თემა ეხა მე რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დღეს განსაკუთრებით ვერ ვისაუბრებთ, როდესაც არანაირი ფაქტი, არანაირი დეტალი არ აგვაქვს ეხა და ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ მინდა რომ დავცვა შეკითხვა, ალბათ ამას მომდევნო დღეებში, მათ შორის, როდესაც ჩვენ ასე თუ ისე ვიქნებით ინფორმირებული, აუცილებლად მივცემ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ გარკვეული ვერსიები გავაჟღეროთ, თუმცა დღეს მხოლოდ როგორც აღნიშნეთ, აი ეს ეჭვების დონეზე იქნა გამოხატული ეს ეჭვები და სრულიად საფუძვლიანად და სამართლიანად ყოველ შემთხვევაში. ამ ეჭვების გაქარწყლება ნამდვილად არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩემი აზრით დღეს. მაგრამ აი უშუალოდ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამწუხაროდ აი ახაც უყურებდი სააგენტოებს გადავხედე, რა საკითხები იქნა მიმოხილული, გასაგებია რომ ახლა საჯაროდ შეიძლება ყველაფერი არ ითქვას და არ იქნას გამოტანილი, მაგრამ რამდენი ხანია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება და დავით გარეჯის საკითხი ნახსენები არ არის. მათ შორის არც დღეს არ უხსენებიათ, არც პრემიერ-მინისტრს, არც პრეზიდენტ ალიევს ერთმანეთთან შეხვედრის დროს. აი შენ რა დამოკიდებულება გაქვს ამ საკითხზე და საინტერესო არის შენ თუ გიჩდება აი ეს ცოტა არ იყოს უკმარისობის განცდა, როდესაც ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ხვდება, საუბრობს, მაგრამ აი არასდროს ამ მნიშვნელოვან საკითხს არ ახსენებენ. სხვათა შორის მივესალმებით ჩვენს ცნობას და მაყურებელს, მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომელიც შენ ბოლოს გამოყავი და ის აქცენტი, რაც თქვი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, კონკრეტულად თქვა ერთი მოქალაქისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ჩემთვის ერთი მოქალაქისთვის, არამედ უმრავლესობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია და მნიშვნელოვანი საკითხია. რატო? იმიტომ რომ საქართველოს უმრავლესობა და 96% არის რელიგიური, ჩვენ ვიცით ჩვენი ქვეყნის ისტორია და მით უმეტეს საკითხი, რომელიც ეხება დავით გარეჯს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახდა უფრო მეტად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ აქ მოდი შევხედოთ მოვლენებს ესე ძალიან მოკლე ესკურსი რომ ავიღოთ ისტორიული, ჩვენ საუბრობთ მე-6 საუკუნის ძეგლზე, ეს არის მე-6 საუკუნის ძეგლი, დავით გარეჯის მონასტერი, რომელიც მე-6 საუკუნიდან მოყოლებული ჯერ პირველი ისეთი რეალური თანამედროვე ადამიანისთვის, მოდი ვთქვათ, არა საბჭოთა კავშირის მკვიდრი მოქალაქისთვის მაშინდელი, არამედ თანამედროვე ისტორიაში კონფლიქტი მე-6 საუკუნიდან მოსული პირველი კონფლიქტი ჩნდება. დავით გარეჯის ისტორიას ჩვენ ვგებულობთ, ეს არის 90-იანი წლები, გვახსოვს რა მოვლენებიც არის დაკავშირებული ამ დავით გარეჯის სწორედ მე-6 საუკუნის ამ ძეგლთან დაკავშირებით, ვიცით როგორ დამთავრდა ის, როგორ მოხდა და რა მოძრაობებს ჩაეყარა საფუძველი, ხოლო შემდეგ უკვე დავით გარეჯის საკითხი აი ასე ვთქვათ ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხი თავს იწყებს ისევ გამოჩენას და საკმაოდ პრობლემური საკითხი დგება 2012 წლიდან. ეს ჩვენ სწორად უნდა, ზუსტად უნდა შევაფასოთ. 2012 წლიდან 2019-მდე და 2019 არის მაქსიმუმი სამწუხაროდ ყველაზე ისე ცუდი მოვლენის. ეს არის, რომ უკვე ეს კონფლიქტი ისევ ამოდის ასპარეზზე და
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელს უბრალოდ არ არის ბოლო თარიღი, დაახლოებით 2012-დან რო დაიწყო ისევ ამ კონფლიქტზე საუბარი, 2016 წელს უკვე ჩვენ ფაქტიურად საქართველოს არც ერთ მოქალაქეს და მეტიც ბერებს უკვე უფლება აღარ აქვს მივიდნენ ჩიჩხიტურის კოშკზე, ავიდნენ ჩიჩხიტურის კოშკზე და შესაბამისად უდაბნო დავითგარეჯის უდაბნოზე საუბარია გამოქვაბულზე, რაც არის მართლა ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ნაწილი, რომელშიც მე პირადად ნამყოფი ვარ არაერთხელ და მე სხვათა შორის დავითგარეჯში 2005 წლიდან მე პირველად თავად 2005 წელს ჩემდა სამწუხაროდ ალბათ მანამდე არ ვიყავი ნამყოფი 2005 წლიდან აქტიურად და სისტემატურად დავდივარ დავითგარეჯში და მე ნამყოფი ვარ იმ ადგილებში, ვიცი რაზეა საუბარი და აი უკვე 2019 წელს ჩვენ ფაქტიურად აღარ აქვს არც საქართველოს არც ერთ მოქალაქეს იქ-ასვლის უფლება და შესაბამისად არც ბერებს და რა თქმა უნდა, ეს არის მონასტერი, სადაც დღემდე ცხოვრობენ ბერები, ისინი ინახავენ ამ მონასტერს, არა მხოლოდ ლოცვით, არამედ ფიზიკური შრომით და დღეს აი ბერებს და წინამძღვარს და სხვა ყველა იერარქიით მყოფ ნებისმიერ მგუდელს, ბერს თუ მორჩილს უფლება არ აქვს, მათ შორის არც ერთ საქართველოს მოქალაქეს ავიდეს იქ და მიიღოს მონაწილეობა. რატო? მიიღოს მონაწილეობა ლოცვაში, მოინახულოს თავისი ისტორიული ძეგლი და ამაზე არის ერთი მარტივი პასუხი სამწუხაროდ იმათი მხრიდან, რომ ეს მოექცა აზერბაიჯანულ კონტროლებად ტერიტორიაში. ეხლა მე რატო გავაკეთე ეს მოკლე ექსკურსი? საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ და განსაკუთრებით ვისთვისაც ეს გათვითცნობიერება ამ საკითხში ძალიან კარგად და სწორად იცის ერთი რამ, ჩვენ რა ვიცით 2012 წელს როცა დაიწყო ამ პრობლემებს ამოტივტივდა, როცა ეს პრობლემა ამოტივტივდა, ყველამ კარგად იცის, რომ აქ იყო მაშინდელი ხელისუფლების ყოფილი ანუ მიხეილ სააკაშვილის რაღაც როლი, ჩვენ გვახსოვს როგორ დაიწყო ეს ყველაფერი კონფლიქტი, რომ თურმე მიშას თავი იმ ხელისუფლებას ჰქონდა მიხიდული შემდეგ აქტიური ფაზა იყო, როდესაც უკვე უშუალოდ დავითგარეჯის ამ პრობლემის მოგორებაში ჩაერთო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მე მახსოვს ძალიან კარგად მაშინ ჩვენ მე პირადად მიმყავდა გადაცემა ობიექტივზე და კონკრეტულად დავითგარეჯის საკითხი როცა იყო წამოწეული სწორედ ამ მედია საშუალების მხრიდან უშუალოდ ვიყავი ჩართული და მიღებდი მონაწილეობას და უშუალოდ მახსოვს ყველა გადაცემა როგორ მიყვავდა და რა მოლაპარაკებებზე იყო იქ საუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი როგორ იყო ჩართული ამ პროცესში და როგორ იღებდა მონაწილეობას რაღაც პერიოდში შემდეგ ეს თემა გაჩერდა სამწუხაროდ მივეჩვიეთ იმ ფაქტს რომ აღარ უშვებენ ქართულ მომლოცველებს საქართველოს მოქალაქეებს აღარ უშვებენ თვითონ ბერებს და ასე შემდეგ და დღეს უკვე ხო აი ამ პერიოდის მერე ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ ეხლანდელი ხელისუფლება ისევ ქართული ოცნება მაგრამ აღარ არის ღარიბაშვილი და ასე შემდეგ და ყველა ვიცით ეს ისტორია რაც მოხდა დღეს რაღაცა თითქოს და აი ამ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ რომ ძალიან გახშირდა ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს იხამალიევთან იყო ჩასვლები იქით არის ახლა ვიზიტი აქ და ძალიან მარტივად ჩდება კითხვა აი ძალიან მარტივი კითხვაა რა თუ დღეს მე არ ვამბობ რომ სხვა რიგ საკითხებზე რა თქმა უნდა იქნება შეხვედრები და არის მოლაპარაკებები და ჩვენ თქვი კიდევაც რომ კი ბატონო ვაღიარებთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობები გვაკავშირებს ჩვენ აზერბაიჯანთან ეს იქნება ენერგომატარებლები ეს იქნება ეკონომიური რაღაც ეს იქნება სატრანზიტო დერეფანი და ასე შემდეგ გასაგებია ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე ლაპარაკი არც არის და არც კითხავს სულ და არც არავინ აკრიტიკებს და არც არავინ პირიქით უწონებთ ამას და ძალიან კარგი მაგრამ მე დავიწყე ბოლოდან თუ შეიძლება და ყველაზე მნიშვნელოვანიდან და დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია იმიტომ რომ თუ ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ხვდებით ახლა კაცს რომელიც აქ არის ჩამოსული მას შეხვდა პრემიერ-მინისტრი მას შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა მას შეხვდა პრეზიდენტი და ვნახეთ კადრები როგორ რაღაც კარგად ერთმანეთს ხვდებიან და ამაში ცუდი არაფერი არ არის მაგრამ მარტივ კითხვას ვსვავ იქ ჩასულს რომ არ ქონდა არავის კითხვა რო არ დაუსვა ჩვენი მხრიდან საქართველოს მხრიდან დავითგარეჯთან დაკავშირებით ნათელია მაგრამ დღეს ეს კაცი ხო აქ არის როგორ არ შეიძლება რომ დღეს დაისვა საკითხი დავითგარეჯემ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ რომ თუ ჩვენ რაიმე კონფლიქტური სადაო ტერიტორიული გვაქვს ხო აქამდე ხო არაფერი არ ქონდა ისტორია ყველამ კარგად ვიცით არა ვიცით როგორ დამთავრდა ომები ვიცით როგორ დამთავრდა დაპყრობები ვიცით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები მართლა ჩვენი ტერიტორიები რომელიც არის და სად არის განსაკუთრებით ძეგლები ტაუკლარჯეზია ლაპარაკი
და ჩვენ აქამდე ვიცოდით რომ აქ სადაო არაფერი არ იყო. მე-6 საუკუნის ეს ძეგლი სადაო 2012 წლამდე არ იყო, როგორ შეიძლება კი თქვა ვამბობდი და ცდილობები გქონია თურმე სააკაშვილს და გადასცა როგორც სტრატეგიული მათვის აზერბაიჯანს შემდეგ რომ აქამდე სადაო ხო არ იყო და დღეს რომ ჩვენ აზერბაიჯანის მხრიდან ეს ტერიტორია დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერი, ჩიჩხიტურის კოშკი, თავიდან ბოლომდე მოქცეულია და მათ დაარქვეს თავიანთი ტერიტორია და დღეს ასე ქვია ოფიციალურად ისინი ასე ამბობენ და მათი ჯარი დგას, მათი მესაზღვრეები დგანან იქ და ისინი არ უშუებენ არც ქართველ მომლოცველებს, არც ჩვენი მონასტრის ბერებს და მომსახურე პერსონალს. აქ მარტივად შეიძლება კითხვა რომ ამ ეს კითხვა რომელიმემ დაუსვა, ამაზე საუბარს ვიწყებთ. ირაკლი ღარიბაშვილს ამაზე საუბრები როცა ქონდა რაღაცა იქ რაღაცების და გამო გაჩერდა ის თუმცა ეს კონფლიქტი არ ნიშნავს რომ გადაწყდა მაგრამ ქონდა იმ თავრობას იმ ადმინისტრაციას მოდი ასე ვთქვათ რომ არ აგვერიოს ქონდა იმ ადმინისტრაციას მცდელობა რომ რაღაცა მოლაპარაკება იყო რაღაცა სხვათა შორის ირაკლი ღარიბაშვილს ჩასული იყო და ერთ-ერთი გამოსაჩენი შეხვედრა იყო იქ და რაღაცა ვიცოდით რომ რაღაც საუბრები იყო, მაგრამ დღეს ესენი რატო არაფერს არ ამბობენ? კითხვის ნიშანი მიჩნდება, ანუ შეკითხვა ჩნდება, რატო არ უნდა ისაუბროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეხლანდელმა ირაკლი კობახიძემ, რატო არ უნდა დაუსვას კითხვა დავით გარეჯთან დაკავშირებით? მეორე პრეზიდენტი, კარგი თქვა შეიძლება ირაკლი კობახიძემ შეიძლება რაღაც თქვას რომ რაღაც აი ფორმატი არა, პროტოკოლში არ ეწერა. გასაგებია, რა თქმა უნდა ეს უსიამოვნო საუბარი იქნება, ვინ ამბობს აბა რომ სასიამოვნო იქნება ეხა, რაც ჩვენც რო ჩავიდეთ, რომელიმე ჩვენ რო არ გვეკუთვნის ის ტერიტორია და დაპყრობილი გქონდეს და იმ ქვეყანას ჩავდიოდეთ სამიზზე ან ნებისმიერ სხვა შეხვედრაზე, რა თქმა უნდა უსიამოვნო ყოველთვის უნდა გქონდეს მოლოდინი რომ რაღაცა ამაზე დამისვავი კითხვას, მაგრამ რატო არ უსვავს საქართველოს პრეზიდენტი ყაველაშვილი ამ კითხვას? რატო არ უსვავს? რატო არ ამბობს, რატო არ მიყავთ იქ თუნდაც? რატო არ მივდივართ, რატო არ არის შეხვედრა იქ თუნდაც სიმბოლური საერო, საეკლესიო ხალხმაც მიიღოს მონაწილეობა? ანუ მე რატო არც ერთი მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი არ უსვავს ამ კითხვას? ვინმე შეიძლება აღმოჩნდეს დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაში ჭეშმარიტად აი იდეურად კი არა მარტო, არამედ ჭეშმარიტად, სულით და ხორცით პატრიოტი კაცი, რომ ისე თან პოლიტიკოსი, იმიტომ რომ პოლიტიკოსის ყველაზე მთავარი იარაღი რა, დიპლომატია, ისე დასვა რიგ საკითხებზე, კითხვა, რომ შენ, რა თქმა უნდა, რაღაცა ის არ გამოიწვიო, რომ მაინც და მაინც უხერხულში აგდებდი იმ სტუმარს, რომელიც ჩამოსულია, მაგრამ პირიქით, ხო შეიძლება ის კითხვა დასვა, რომ საქართველოს უმრავლესობას 90% ეს პრობლემა აწუხებს, ჩვენ ვხედავთ ეს რაც არის და უბრალოდ პოლიტიკურ თემაში მაინც, პოლიტიკურ დისკუსში მაინც, დიპლომატიურად, ისე შეფუთულად, რაღაცა ისე ლამაზად, არ ვიცი, კორექტულად კითხვა ამ კაცს, რომ დღეს ის კაცი რო დაიწყებს და რომ მივიდა ერთი ძეგლიში ამკეს გმირთა, რომ მივა ეხა ილხამ ალიევის მამამისის ძეგლიში შეამკებს და კი ბატონო მართლა საკმაოდ დიდი პოლიტიკოსი იყო და კარგი პოლიტიკოსი იყო ის კაცი და მას კიდე სხვა ურთიერთობები ქონა საქართველოსთან. შემდეგ იქნება ერთი არაფრის გვირგვინის შემკობა არ გვინა ჩვენ, მაგრამ ერთი საკითხი ვინმე დასვას საქართველოს მთავრობიდან ნებისმიერმა დაწყებული პრემიერიდან დამთავრებული დეპუტატამდე ან და იმ ადამიანს ვისაც უშუალოდ ექნება შეხება, ვინც არ მართავს კი არა მარტო, არამედ ვინც რაღაც საკითხებს ახენებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით რა ხდება? დავით გარეჯის სამონასტრო მთელი კომპლექსი, ყველაზე ძველი რაც არის უდაბნოს გამოქვაბული მონასტერი, სადაც ყველაზე დიდი უნიკალური მაგალითია და მტკიცებულება ის რომ ეს არის ქართული და საქართველოს ტერიტორიაა ეს. ის კი არა საქართველოს ხუროთმოძღვრული და მონასტერი ძეგლია. ამაზე თავად ისინი ალბათ არ დაობენ, მაგრამ ის რომ ეს საქართველოს ტერიტორია, ის რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ხალხი მიდიოდა მოლოცვა ხდებოდა, ბერები მიდიოდნენ, ლიტურგია ტარდებოდა და წირვებს ატარებდნენ. დღეს ეს რო არ ხდება, ეს რა ვიცი, როდემდე უნდა დავუმალოთ ეს. თან მით უმეტეს დავანებოთ თავი რა ფაქტი მოყვა ამას და საერთოდ ძალიან ბევრი მოძრაობა დაიწყო დავით გარეჯთან დაკავშირებით. მით უმეტეს ეს ფაქტია, ხო? კი ბატონო, ძიებამ გამოიძიოს ეს და არ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, მაგრამ როგორ არ აღმოჩნდა ერთი ადამიანი საქართველოს მთავრობაში ან პარლამენტში, რომ ეს კითხვა დაუსვას და საერთოდ იქ კითხვა რა ხდება, იმიტომ რომ ამაზე პასუხი
ის კი არ იქნება იმ წუთში გაცემული, არამედ რომ უთხრას, ან და ყველაზე პირად საუბარში უთხრას, აი ეს საკითხებზე მე არ მინდა ვილაპარაკო, მას არგუმენტი ყველაზე მთავარი არგუმენტი ნებისმიერ ჩვენ ხელისუფლების მხრიდან იცი რა აქვს, რომ ჩემს უკან აი ამ კითხვას სვავს 90% მოსახლეობის. იმიტომ რომ დავით გარეჯის საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, არანაკლები ვიდრე სხვა იმ რაიმეა. იცი როგორ რაღაცა დავით გარეჯი გაერთიანებულია ერთდროულად ორი მთავარი სიმბოლო. რელიგია, ჩვენი რელიგიური მწამსი, ხო? და მეორე ეს არის ტერიტორიის საკითხი. აი ორი ალბათ არ ვიცი სხვა, არ ვიცი, ომები ხა ეკონომიკა კარაფეშუაშია ხა. აი ომები და ანუ კონფლიქტები რაზე იწყებოდა, ხო? სოფლიო ისტორიული მაგალითები ავიღოთ. რელიგიური ფაქტორი და ეს არის ტერიტორიული ფაქტორი. არ შემყავს სპეციალურად ეკონომიური ფაქტორი, იმიტომ რომ ასე ეკონომიკისთვის, ფულისთვის ომებს იწყებდნენ ინგლისელები. და ეს კარგად ვიცით ისტორია, მაგრამ ჩვენ არც ერთი ომი არ დაგვიწყია ამის გამო და მით უმეტეს ჩვენ არასოდეს არ დაგვიწყია, არასოდეს დავეწყი. სულ ვიცავდით თავს. ამიტომ დგას ორი ყველაზე მთავარი საკითხია გაერთიანებული საქართველოს მოქალაქისთვის და მით უმეტეს საქართველოს ხელისუფლისთვის, რომ დაუსვას მის კოლეგას რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანელებთან და აზერბაიჯანის ხალხთან ხო მით უმეტეს. მაგრამ მარტივად ხდება აქ რამ ორი მთავარი საკითხია. ჩვენ რომ მიგვითითებენ ზოგიერთი რუსებთან დაკავშირებით რომ აი ჩვენ რუსებთან არაფერს არ ვლაპარაკობთ, რუსებს დაუწექით, რუსების მონები ვართ, რუსების შექმნა გვადებს, იმიტომ რომ თურმე ხმას ვერ ვიღებთ. ამ შემთხვევაში ჩვენში ხო ხვდები, ვისაც გულისხმობ და რასაც გულისხმობ. და მაინც ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი არ არის, ტერიტორიული საკითხი არ არის ეს. თუმცა ეკით მხარეს უფრო მეტი შანსია და უფრო მეტი რაღაც მოძრაობა ვიდრე ამ საკითხში. იმიტომ რომ არის ეს ფაქტია, ამ საკითხში თითქოს არასოდეს ახალ ადმინისტრაციას არ უხსენებია არც ერთხელ, არც დებატებში, არც მერე თავიანთ კომენტარებში, რომ აი რაღაცა შეკითხვა დაესვათ დავით გარეჯთან დაკავშირებით. ოღონდ რა გვიყვარს, ჩვენ რა მოგწონს, იცი? რაღაცა შევეგუეთ, ხალხს შევეგუეთ, რომ ესე იგი სააკაშვილმა დაიწყო გაყიდა და მე ესე იგი თურმე ვერ გაყიდა ბოლომდე და ხა რას გვებულობთ რომ ეხლანდელი ადმინისტრაციაც შეიძლება ამ ძალიან საშინელ ფაქტში და აქტში მონაწილე იყოს. მე არაფერი შეთქმულების თეორიაზე არ ვსაუბრობ. მე ფაქტი ვიცი. ეს ტერიტორია წართმეულია და დღეს დავით გარეჯის მე-6 საუკუნის ზეგლი შედის აზერბაიჯანულ ტერიტორიაში. მათი სტრატეგიული ტერიტორია. მიშა სააკაშვილმა თქვა რომ ნუ ჩეჩხიტურის კოშკიო კი მათვისო მაღალიაო და სამხედრო კუთხითო, ნუ ეს მიშამ თვითონ თქვა, მე რე გრამოყვა კალანდაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რეებიახსენეს გასაგებია, მაგრამ ესენი საოცრად საერთოდ არაფერს არ ამბობენ, უმოქმედობა ხო საშინელებაა, მაგრამ აგერ დღეს კაცი ჩამოსული და ვკითხოთ. ეს დავით გარეჯის ტერიტორია როგორ მოხდება? მღვდელს და ბერსაც აღარ უშვებენ. მღვდელს, ბერს, მომსახურე პერსონას არ უშვებენ. მე ვარ თავად ნამყოფი ერთხელ, როდესაც ჩვენ ავედით ჯერ კიდე ავდიოდით ჩვენ გამოქვაბულამდე, როცა ავედით, იქით ამ მხარეს რო გადაიხედები, პირდაპირ ჩანს ტერიტორია, პირდაპირ, აი ვერტმფრენი როგორ ამოდის, გენერალი როგორ მოყვება და როგორ აკონტროლებს პირადად. და როგორი კონფლიქტური საუბარი ქონდათ იქაურ ბერმონაზრებს იმ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან და გენერლებთან. ანუ თუ იმათი მხრიდან ამდონემდია, ჩვენი მხრიდან როგორ არის? ჩვენი მესაზღვრეები იცი რა პირობებში არიან ეხა და როგორ მოშორები და იქ ეხა მის დავით გარეჯი დადის და ხდება და ინახავს და ჩვენი მესაზღვრეების ბლოკპოსტია. ადრე იყო ზემო ჩიჩხიტურთან. ეხლა სხვანაირად არის. ეხლა ჩიჩხიტურზე მწვანე ფორმაში მესაზღვრეებით განან ესენი აზერბაიჯანელები. ხო შეიძლება, მე არ ვიცი. დაუსვან კითხვა ამასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ. იმიტომ ვამბობ, აქ არის გაერთიანებული ორი მთავარი ძირითადი, არ ვიცი, სიმბოლო და მამოძრავებელი თუ რამე ხდება საერთოდ. როცა ქვეყანა ამბობს სახელმწიფო ვარ და როცა სახელმწიფო ან იწყებს კონფლიქტს, ან ამთავრებს კონფლიქტს. სხვა შემთხვევაში არ დაწყებულა არასოდეს. და ეს არის მთავარი საკითხი. ჩვენი რელიგიური საკითხია, მრწამსის საკითხია, ტრადიცია ყველაფერი რო შედის ამაში, იდენტობა ჩვენი და შემდეგ არის მეორე საკითხი ჩვენი ტერიტორიული საკითხია.
რა გამოდის? ესე იგი აზერბაიჯანთან რაიმე კონფლიქტი რომ მოგვივიდეს ჩვენ ღმერთმა დაიფაროს და რა ხდება ჩვენს ირგვლივ მარტივად შეუძლიათ ჯერ შეუძლიათ გაანადგურონ საერთოდ ის და თქვან რომ ეხლა საერთოდ არ გვაინტერესებდა ჩვენს და განადგურდა და მე იტყვა რომ მე ზეგლი აღარ არის რითი დავამტკიცებთ რას ვიზავთ მე და მეორე არის რომ შეუძლია თქვას რომ აი ეს დიდი კონფლიქტია და მოდი ამაზე ვივაჭროთ ეხლა მაგრამ ეს საკითხი დაძრა საქართველოს მხრიდან ჩემი ქვეყნის ხელისუფლების რომელმა წარმომადგენელმა დასვა ეს საკითხი არ არის დასასმელი ეს საკითხი უხერხულია და სხვა ყველაფერი კომფორტულია რასაც ვლაპარაკობთ სწორი ხარ მე რა და მართლაც ესე არის და რატომღაც ჩვენ მივეჩვიეთ რომ აი თუ რაღაცა არის დასათმობი საქართველოს უნდა დათმოს აი სააკაშვილზე ახსენე შენ და ხო გვაქვს ყველას ეგ ინტერვიუ ნანახი რომ სიმაღლე არისო აზერბაიჯანს ჭირდებაო და საქართველოს არ ჭირდება აი რა ლოგიკაა ესე იგი თუ უნდა ვინმე რამე დათმოს ეს ვინმე აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ამას მიგვაჩვიეს და აი აბსოლუტურად სწორი აქცენტია რაც შენ თქვი რომ შეკითხვის დონეზე მაინც რატო არ შეიძლება რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს თემა წამოწიოს და საერთოდ აი რატო იქმნება ეს განცდა რომ რაღაც კავკასიის ბატონ პატრონი არის ეხლა საქართველოში ჩამოსული მე პირადად ეს დაბეჭდილება მჭება არ მინდა ეხლა მართლა აზერბაიჯანელ ხალხთან რა გვაქვს გასაყოფი პირიქით მართლა ძმური ურთიერთობები და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს მაგრამ ყველასთვის ნობილი არის და სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება ამ ქვეყნის ლიდერის ამბიციები ზოგადად კავკასიაზე და აი ქართული თანამდებობის პირების მხრიდანაც მათი ჟარვის შეფასებები თუ დახვედრა თუ მანერა აი ეს შტაბეჭდილება მექნება მე რომ აი კავკასიის ბატონი არის ახლა აქ ჩამოსული და ჩვენ უნდა დავხვდეთ და ვეფეროთ და ისეთი არაფერი არ უნდა უთხრათ რაც მას დისკომფორტ შეუქმნის რა თქმა უნდა სტუმარს უნდა დავხვდე ღირსეულად და ეს ქართველებს არასდროს გვეშლებოდა მაგრამ ახლა ეკონომიკის და რაღაც ენერგომატარებლების გვერდით რო დგას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც უკავშირდება ამ ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის რწმენას და უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხლა ეს საკითხი კონდეს ესე მიფუჩეჩებული და არ ახსენებდე რომ იქ თურმე ვინმეს რამე არ ვაწყენინო აი როდემდე უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა ესეთ ეხლა რა გამახსენდა ეცი მაპატიეთ აი მოკლედ ვიტყვი ძალიან ეხლა გამახსენდა ესეთი ფრაზები ეხლანდელი ადმინისტრაციის სულ ყოველთვის მნიშვნელობას და ხას უსვავენ და ძალიან სწორიც არის ალბათ და რამდენად გუწფელია ხა არ ვიცი მაგრამ იგივე ყაველაშვილი იგივე ირაკლი კობახიძე თავის დროზე სულ უსვავდა რაღაც საკითხები რო იყო ხოლმე ევროპასთან მიმართებაში ეს არის ჩვენი ღირსების საკითხი ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის საკითხი ეს სულ მახსოვს კი ბატონო და კიდე მახსენდება როდესაც რუსეთთან დაკავშირებით იყო რაღაცა და რომელიღაც არ ვიცი მინისტრი იყო კითხეს მე მგონი საგარეო საქმეთა მინისტრო არაპირებ თუ რუსებთან დაილაპარაკო თუ აი იმაზე სანამ ის თავრობა იქნებაო პუტინზე არის საუბარი. ჩვენ მაგათ არ დაველაპარაკებთ და ხა მოდი შემოვაბრუნოთ ეს ყველაფერი რა. დავით გარეჯის საკითხი. პატივსაცემულ ხელისუფლებო. არ არის ღირსების საკითხი? დავით გარეჯის საკითხი არ არის სუვერენიტეტის საკითხი? დავით გარეჯის საკითხი არ არის საკითხი, რომელიც უშუალოდ გადის ჩვენ რელიგიურ მწამს, არ ვიცი, ტრადიციულ ღირებულებებზე? ეს საკითხი არ არის ღირსეული? და ეს საკითხი არ ეხება ჩვენ სუვერენიტეტს. რომელიმე დღეს იქ მყოფი რო ნახავთ და რო ხვდებით, რომელიმე თუნდაც იმის გამო რომ ოდნავ რაღაცა აი პირადად ანუ საკუთარ თავთან რაღაცა ვალი მოიხადო, თუნდაც საკუთარ თავთან რომ გეკითხათ, ან რაღაც მოიკითხოთ, ეს არ იქნებოდა ღირსების საკითხი, ან არ არის ღირსების საკითხი, რომ კაცი რომელიც ჩამოვიდა აქ და თქვენ შეხვდით ყველა და რა ვიცი მე, ყოფილი ამ საქართველოსი და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს დიდი საუკუნეო ურთიერთობა გვაქვს ჩვენ და ჩვენ ესე ვართ. ეს ამას ნიშნავს. სწორედ ის ჩვენ მთავარი ღირებულება რომ ესე ტოლერანტულები ვართ ჩვენ. და აზერბაიჯანის მოსახლეობა ნახეთ რამდენია და მე პირადად დავიბადე გავიზარდე ძველ თბილისში, სადაც უმეტესობა აზერბაიჯანული მოსახლეობაა. მაგრამ ეს საკითხი არ არის ღირსების საკითხი? ესე იგი ჩვენ არ ველაპარაკებით, რა ქვია, რუსეთის ხელისუფლებაში ადმინისტრაციას, რომელთანაც ყველაზე მთავარი საკითხი და პრობლემა სწორედ იქ იჭრება იმათთან საუბრით, სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში, არ დავილაპარაკეთ აფხაზეთზე და ესე იგი სამაჩაბლოზე და ამ დროს თურმე აქეთ ეს არ არის, ეს უმნიშვნელოა და ამაზე არ დავილაპარაკებთ. 106 კილომეტრია ქალაქის ცენტრიდან დავითგარეჯი. 106 კილომეტრია. არაფერს არ ვაჭარბებ. მით უმეტეს ეხა უკვე როდესაც გაკეთებულია გზა და სხვა შორის ეს გზაც გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.
და ამისათვის არაერთხელ ჩვენ მადლობა უთხარით, რომ მართლა 106 კილომეტრია, რაც ნიშნავს, რომ ჩადიხარ აი ძალიან მალე. 106 კილომეტრში დავით გარეჯის მონასტერი რო გაქვს და მეორე მხარე, მთის მეორე მხარე უკვე რომ შენ წაგართო ეს და ფაქტიურად გეუბნებიან, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაო. ეს არ არის ღირსების საკითხი და მინიმუმ არ გვაფიქრებს, რომ როგორ ამდენი წელი, ამდენი საუკუნე ჩვენ ასე ვიცოდით, ჩვენ ფარგლებში იყო და ეხა ვიღაცამ როცა დემარკაცია მოხდა, ასე აღმოჩნდა, ეს გუშინდელი დღე აღარ არის. ეს მართლა აი ეხლა მოხდა ამბავია, იმიტომ რომ ვიცით, როდის აიღო ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ხელისუფლებამ. და ამიტომ უნდა დაუსვათ ეს კითხვა მათ. რა თქმა უნდა, ცოტნე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი, რაც შორის მე რამაც წამოწია, აი რუსეთთან ურთიერთობის თემა, აფხაზეთის თემა, ეს მინდა მათ შორის დაუკავშირო, რაც შენ თქვი, რომ აი ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის გახსნა მაგალითად, რანაირად შეიძლება ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ იმ ფონზე, როდესაც რუსულ-ქართული დიალოგი პრაქტიკულად არის შეჩერებული, ხო, მართალია? აი აფხაზეთზე თუ ვისაუბრებთ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიხსენოთ სულ რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია ხო მგონი კაცი აფხაზეთში იმყოფებოდა, გააჟღერა სწორედ რუსეთის პრეზიდენტის გზავნილი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას, აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოების გამყარებას და მთელი ეს განცხადება იყო, ასე ვთქვათ, გამშვალული იმ ნარატივით, რომ რუსეთი არც კი ფიქრობს და არც აპირებს მომავალში იფიქროს ამ მიმართულებით რამე, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ამ საკითხზე არსებობდა განსხვავებული მოლოდინები. განსაკუთრებით აი რამდენიმე წლის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს დაიჭირა ძალიან მტკიცე და ძალიან სახელმწიფოებრივი პოზიცია, არ შევიდა რუსეთთან კონფრონტაციაში, გაჩნდა იმისი მოლოდინი, რომ შეიძლება ქართულ-რუსული ურთიერთობების ნელ-ნელა დათბობა დაწყებულიყო, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის არის სწორედ ტერიტორიულ საკითხებთან, ხო, პირველ რიგში დაკავშირებული. ის რომ რუსეთს აქვს დეკლარირებული, რომ მან აღიარა აი ამ pseudo წარმონაქმნების სახელმწიფოებრიობა გულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და არც აპირებს ამის გადახედოს, ეხლა დღეს რო ისინი ამას საუბრობენ, ეს გასაგებია არის, ხო? რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვართ მტრულ ურთიერთობებში, მტრები ვართ ფაქტიურად ერთმანეთის და ეხლა ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ესე ილაპარაკებს, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბოლო პერიოდში ეს საკითხი თვითონ რუსეთის მხრიდან აღარ იყო დღის ეს რიგში მაინც და მაინც დაყენებული. ხა მათ პოზიცია კი არ შეუცვლიათ ამ საკითხზე, მაგრამ ნუ ესე ხშირად ყოველ შემთხვევაში ამას აღარ საუბრობდნენ, აღარ გვახსენებდნენ ამ თემას და ეს ქმნიდა ზუსტად იმ მოლოდინს, რომ რაღაც სინათლე ხომ არ გამოჩნდა გვირაბის ბოლოს, ხომ არა აქვს აზრი მათთან საუბარს, იმიტომ რომ იქნება და ეს პოზიციები რაღაც ფორმით შეიცვალოს, რაღაც ფორმით რეგულირება მოხდეს. მათ შორის იყო გზავნილები იმაზეც, რომ ჩვენ მზად ვართ ქართველებთან ურთიერთობაზე, მზად ვართ ყველაფერზე სასაუბროთ და ну, თავად რამდენიმე ვარიანტიც კი იყო ესე არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, მედიაში განხილული რაღაც კონფედერაციის მოდელი თუ ფედერაციის მოდელი და ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ აი დღეს თითქოს აი ესე წერტილი დაუსვა ვლადიმერ პუტინმა, თქვა, რომ ჩვენ აფხაზეთის სუვერენიტეტს უჭერთ მხარს, ამის იქით არაფერი არ გვაინტერესებს. რას ნიშნავს ეს პირველ რიგში? შეგვიძლია თუ არა საბოლოოდ ჩავიქნიოთ ხელი ამ ადმინისტრაციის პირობებში რუსეთთან დიალოგზე, ან რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს, თუნდაც იმას, რაც შენ თქვი, რომ აი ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი გაიხსნას, ეს ხო თავისთავად გულისხმობს ის, რომ აფხაზებთან უნდა მოგვარდეს რაღაც ფორმით პრობლემა, უნდა გაიხსნას ის რკინიგზა, რაც იქ არის, აი სატრანზიტო ფუნქციაზეც, ეკონომიკურ ეფექტებზეც არის ეს ყველაფერი მიმული, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი გვერდზე რო გადავდოთ, ჩვენთვის ეს მართლაც არის რაღაც ფორმის ღირსების საკითხი, რომ თუ ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ ეს კონფლიქტი მოგვარდეს, ამისათვის საჭირო უნდა იყოს რაღაც სწორი ფორმების გამონახვა. რუსული მხარის მხრიდან წამოსული ეს ნარატივები მე მიტოვებ შთაბეჭდილებას, რომ არაფერი ამათ დაალაგებული აქვს რუსეთში კი არა პირიქით. შეიძლება გაფუჭებული აქვს კიდევ უფრო უარესად საქმე, ვიდრე მანამდე იყო. საინტერესო იქნება შენი შეფასება ამ ყველაფერს. ბატონო, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ აი გარდა რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებისა, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მთლიანობის აღდგენა არის, გარდა ამისა თვითონ მსოფლიო გეოპოლიტიკა, ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაცია და ის დაძაბულობა და ესკალაცია, რაც არსებობს, ჩვენთვის გარკვეულწილად შემაშფოთებელი უნდა იყოს იმ გაგებით, რომ
დავუშვათ საქართველოს, აი თუ გარეძე ისაუბრეთ და ისაუბრეთ იმაზე შენ და მერაბა თუ როგორ რატო ვერ ახერხებს ქართული სახელმწიფო ან მისი დღევანდელი მეშვეურები ამ საკითხის წინ წამოწევას, ხო? იმიტომ რომ პრინციპში აი ჩემი ეს ახსნა იქნება და მე ამის განვრცობას ვეცდები, არის ის რომ ფაქტობრივად ქართული სახელმწიფო მისი დღევანდელი ხელისუფალი აღმოჩნდა იმ რეალობაში, სადაც მას ფაქტობრივად არ ყავს არც ერთი მოკავშირე რა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ჩვენ აზერბაიჯანს ავიღებთ დაუშვათ, რომელზედაც გვაქვს ეს გარკვეული პრობლემები და პრეტენზიები ტერიტორიული, მას ყავს თავისი ბუნებრივი მოკავშირე თურქეთის სახელმწიფოს სახით. ნუ სომხეთი გასაგებია, სომხეთი მძიმე ვითარებაში არის, იქიდან გამომდინარე რომ რუსებთან ურთიერთობები გაიფუჭეს და ეხლა რაღაცა ევროპისკენ და ევროკავშირისკენ გახედვას ცდილობენ იმ გზასადგან, რომელსაც ჩვენ 30 წლის წინ დავადექით და არც თუ ისე დამაიმედებლად ჩანს მათი მომავალი და საქართველოს რომელსაც ის ურთიერთობები, რომელიც ჩემი შეფასებით არ იყო, რა თქმა უნდა, ურთიერთსასარგებლო რბილად რო ვთქვათ და პირიქით ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს დავუშვათ გულისხმობ დასავლეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პარტნიორობა ხშირ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოც კი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა ეს ურთიერთობები გაწყვეტილია და ფაქტია ისიც, რომ ვერ ხერხდება და ვერ მოხერხდა რუსეთის სახელმწიფოსთან საერთო ენის გამონახვა და საერთო ენის გამონახვა უნდა ყოფილიყო პირველ რიგში აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ აი დავუშვათ არაერთხელ აი მერაბიც მეც ვართ ხო რუსეთში ვიყავით, ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანით მქონდა ეს შეხვედრები და მე ნუ გამრო დავარ მე ხო და აი ამ შეხვედრებზე უშუალოდ საუბრებში რაც მე პირადად უშუალოდ არ იყო ის პირიქით მე შევატყვე ძალიან ისეთი დადებითი დამოკიდებულება და ტენდენცია რომ ისეთი საბეჭდილება რჩებოდა რომ თუ იქნებოდა გადადგმული დაუშვათ სწორი ნაბიჯები და დროული ნაბიჯები ქართული სახელმწიფოს მეშვეურების მხრიდან ამ საკითხის გადაჭრა საჩვენოდ გადაჭრა ასე ვთქვათ ალბათ არ უნდა ყოფილიყო ძალიან ძნელი და რთული რა თქმა უნდა იქნებოდა მაგრამ არა გადაუწყვეტელი და თითქოს ეს მზაობა ჩანდა რუსულ მხარეში და თუნდაც სხვა თუ არაფერი, აი მაგათად ჩვენ გვახსოვს არაერთი შეთავაზება ოსების მხრიდან რუსებს რამდენჯერმე შესთავაზეს რომ რეფერენდუმ ჩავატარებთ და ორჯერ ჩაატარეს არ შესთავაზეს რუსებს რომ ჩავატარებთ და შეგვიერთეო და ნუ აქედან რუსეთიდან იყო პასუხი ჩვენ გვახსოვს რომ არანაირი რეფერენდუმი არ იქნება და არანაირ შეერთებაზე არ არის საუბარი, ხო? მაშინ როდესაც იქ დავუშვათ უკრაინას თუ შევადარებთ ამ პროცესებს, ხედავთ რომ ჯერ ბოლომდე არ აქვს გათავისუფლებული ასე ვთქვათ რუსების გადმოსახედიდან ის ტერიტორიები რუსეთს, რომელიც უკვე შეიერთა იქ რეფერენდუმი ჩაატარა და შეიერთა, ხო? ეს გარკვეულწილად რაღაცა მანიშნებელი იყო, რომ და არის ის რომ არის იმასთან დაკავშირებით რომ შესაძლებელი ხდებოდა და შესაძლებელი იყო და იმედი მაქვს რომ დღემდე შესაძლებელია ის იმ პროცესის წარმოება რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენით დამთავრდება, თუმცა ის განცხადება ხო პოტენციის განცხადებას რომ შევეხოთ ეს სალსახად მიუთითებს ამ პროცესის ჩიხში შესვლას, იმიტომ რომ არაერთი განცხადება გაკეთდა მათ შორის ზახაროვას მხრიდან იყო ბოლო განცხადება რაც მახსოვდება, სადაც საუბარი იყო მარია ზახაროვას მხრიდან რომ ის ურთიერთობები რომლებიც პრინციპში უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაიწყო ასე ვთქვათ შეიძლება არაოფიციალურ დონეზე მაგრამ დაიწყო ხო რასაც მოყვა ფრენების აღდგენა პირდაპირ ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის და ნუ ის ტენდენცია რა ასე ვთქვათ რომელიც იყო დადებითი ტენდენცია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რაღაცა ბიზნეს საბჭოები შეიქმნა და ასე შემდეგ გაჩნდა ეს რაღაცა ურთიერთობის ხაზი საქართველოსა და რუსეთს შორის და ამის ეს პროცესი გაჩერდა ეს ჩემი არ არის ზახაროვას განცხადება და ფაქტობრივად ჩვენ დღეს ვართ იმ რეალობაში, როდესაც არანაირი დიალოგი ამ ორ სახელმწიფოს შორის თუნდაც არაოფიციალურ დონეზე არ მიმდინარეობს და მან ასევე იქვე გაუსვა ხაზი, რომ ეს არ მომხდარა რუსული სახელმწიფოს ასე ვთქვათ სახელმწიფოდან გამომდინარე და არ ყოფილა ეს მათი სურვილი. მიზეზი რა არის? აი ცოტნე მაგის მოდი აი ეგ თემა ძალიან საინტერესოა რომ გავშალოთ მე რა ჩვენს თუ გექნება მოსაზრება ამ საკითხზე იქნებოდა საინტერესო მიზეზი რა არის აი ამ ყველაფრის მე ეს ვერ ამიხსნია კიდე ჯეროვნად
მე მახსოვს მაგალითად ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2024 წლის არჩევნებამდე გააკეთა და მაშინ დიდი კრიტიკა შეხვდა მას ამის გამო. გულისხმობ ოსებთან დაკავშირებით და აფხაზებთან დაკავშირებით განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ შეიძლება ბოდიში გქონდეს ჩვენ მოსახდელი, ამისათვისაც მზად უნდა ვიყოთ და რატო ვამბობ და ვიხსენებ. ეხლა ამას არავის ნაკლებად არ მტკივა ნამდვილად აფხაზეთი და იცი შენ ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხებზე, მაგრამ მე ისიც კარგად მესმის, რომ სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველოს ამ სამხედრო კონფლიქტებში არის დამარცხებული მხარე. სამწუხაროდ ასე არის, ეს მე არ მახარებს. ჩვენ რო კონდეს იმისი რესურსი რო ვიყო და გამარჯვებული და რაღაც სამხედრო დიდებით ვიყოთ შესული იქ და ასე შემდეგ შეიძლება რეალობა სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ესეთი ვითარება, რომ საქართველოს ამ კონფლიქტებში არის დამარცხებული მხარე. დამარცხებულ მხარეს არ აქვს ბევრი არჩევანი და მას უწევს უფრო მეტი კომპრომისი, თავისთავად ცხადია და თუ კი ახლა ამისი კომპრომისი იქნება ის, რომ რაღაც აი იმ სიგიჟეების გამო, რასაც შეიძლება მართლაც ეს კონფლიქტი მე შემდეგ მოყვა, ამის გამო ვინმე ბოდიში მოიხადოს, თუ ეს უნდა იყოს მხოლოდ კომპრომისი, ამაზე რა ვიცი, ორი ხელით თანახმავარ, თუ ეს მოაგვარებს აი ამ პრობლემას, ხო, საბოლოო ჯამში. აქედან გამომდინარე, მე საერთოდ არ შეხვედრი ვარ ამ განცხადებას კრიტიკულად, პირიქით გამიჩნდა იმისი მოლოდინი, რომ მართლა რაღაცა ზრები ხომ არ არის ამ მიმართულებით და აი, რა ვიცი, რა შეიცვალა ამის მერე. საქართველოს არ შეუცვლია პოზიცია იმ კუთხით, რომ ჩვენ არ გამختاروართ, უცებ არ გადამختاروართ ისევ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ესე ანტი რუსულ ბანაკში იმ გაგებით, რომ აი რაღაც სანქციები არ დაგვიწესებია რუსებისთვის, მოქმედებებით ყოველ შემთხვევაში. იმის მიუხედავად, რომ რიტორიკით ეხა დღესაც საქართველოს ამჟამინდელი ადმინისტრაცია ღიად იძახის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ომში ჩართვას ცდილობდა და ამას ღიად ამბობენ და ადანაშაულებენ ამერიკულ მხარეს, დღეს ისევ ცდილობთ, რომ ისევ აი იმ ამერიკელებთან ოღონდ იქიდან რაიმე კონტაქტი დამყარდეს, ისევ ძალიან უნდათ ამათ აშკარად აი იმ ამერიკულ ბანაკში დაბრუნება და არ გამოსდით. მაგრამ ეს ერთ საკითხი, მაგრამ ნუ მოქმედებებით ახლა რუსეთისთვის არ სანქციები დაგვიწესებია, არც უკრაინაში ჯარი არ გაგვიგზავნია, არაფერი მსგავსი მოქმედება არ გამგვიხორციელებია. აი, რა მოხდა, რა შეიცვალა ბოლო პერიოდში ისეთი, რამაც ეს ქართულ-რუსული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა შეაჩერა, გაყინა და თავად ჩემი თქმის არ იყოს ეს ზახაროვა სიტყვები არ არის ჩვენი სიტყვები, რომ ჩვენი ბრალი ეს არ არის, ეს არის მაშინ გამოდის, რომ ქართული მხარის ინიციატივით მოხდა აი ამ დიალოგის შეჩერება, ხო? რთული სათქმელია თანგო ეხლა ჩვენ სპეკულაციებს თუ დავიწყებთ ამ თემის გარშემო, იმიტომ რომ იმისთვის რომ ჩვენ ამ თემის გააშლა და სწორი ანალიზი შევძლოთ, ალბათ ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეს იმასთან შედარებით, რაც გვაქვს. ხო, ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია ამ თემის გარშემო. არანაირი დამსახურებით არ ბიზარ გვეუბნები. ეხლა კი ბატონო, რა თქმა უნდა, არანაირი ინფორმაცია ამ თემის გარშემო არ არის. ჩვენ ვიცით რომ იქ მე ორჯერ შეიცვალა მე მგონი საქართველოს საკონსულო წარმომადგენელი ერთი მერკვილაძე იყო, მე კიდე სხვა დაინიშნა და ეხლა აღარც მახსოვს, აღარ ვიცი ვინ არის, ხო? ანუ იმდენად ჩაკეტილია ეს თემა და იმდენად აღარ არის დაუშვათ დღის წესრიგში, პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი საქართველოში, რომ რთულია ამაზე რაღაცა ვარაუდების გაკეთება, თუმცა ერთი რაღაცა, რასაც მე აი ამ დაუშვათ იმ ინფორმაციაზე დაყნობით, რაც გვაქვს, ამაზე დაყნობით, რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენ მქონდა მოლოდინი და ჩვენ რა ქართულ ოცნებას და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მქონდა მოლოდინი, რომელიც მან სხვათა შორის ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში საჯაროდაც კი გაახმოვანა და ეს მოლოდინი იყო 2025 წლის ბოლომდე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებული. მან თქვა, რომ რამდენიმე თვეში ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხდება, რომ რამდენიმე თვეში ეს კონფლიქტი დასრულდება და ჩვენ მოვახერხებთ, რომ რაღაცა იმ პროცესში დავბრუნდეთ, შედარებით ნორმალიზებულ პროცესში დავბრუნდეთ. თუმცა ამ კონფლიქტის დასრულება ვერ მოხერხდა რამდენიმე თვეში და თითქოს შეიძლება გაჩნდა ეგ განცდა ქართულ ოცნებას, შეიძლება განცდა, მე ხარ ვამბობ, რაც სხვა ახსნას ამას ვერ უძებნი და პრინციპში რა პოლიტიკასაც ატარებს, საგარეო პოლიტიკასაც ქართული ოცნება დღეს ამას გავს ძალიან, რომ ქართული ოცნებისთვის ჯერ კიდევ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გამოვა ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული. ანუ ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ქართულ ოცნებას დღეს სჭირდეს, რომ ის შეიძლება სადღაც უშვებს და ამ საქმეს ასე ვთქვათ დააზღვევს, რომ შეიძლება ეს კონფლიქტი დასრულდეს ისე, რომ დაუშვათ იქიდან გამარჯვებული ვერ გამოვიდეს რუსეთის სახელმწიფო და ამის
ამ ყველაფრის გადაზღება არის დაუშვათ ეს რაღაცა კიდევ წარმოვიდი არარაციონალური ხომ არა ეს ხო ფასიჯდება ანუ რის თქმა უნდა ეს არის ტოტალიზატორს თამაშობს ტოტალიზატორს ვითამაშობს იმაღო კარგად იცის რომ იქაც ხო არის რაღაც მე არ მითამაშია მაგრამ რო აზღვევენ ხოლმე რაღაცა თამაში ფასი არის ის ასე შემთხვევაში შენი ფასი მცირდება ხო ეს უბრალოდ ჩვენი ფასი მცირდება კი არა ამ ყველაფრის ფასი არის განცხადება რაც პუტინმა გააკეთა აფხაზეთთან დაკავშირებით ანუ ამის ფასი შეიძლება ძალიან ძვირი იყოს მე ამას ვამბობ იმიტომ რომ ეხლა თუ ხელისუფლებას აქ წარმოუდგენია ის რომ რაღაც არ ვიცი როგორ შეიძლება ამის წარმოდგენა მაგრამ სხვა შემთხვევაში გაუგებარია მათი მოქმედებების ლოგიკა. ეს არის ყველაზე ამოუხსნელი, რასაც ვხვდები, ლოგიკა მოქმედებების არის გაუგებარი. იმ ფონზე, როდესაც ახლა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების ეს რაღაცა განახლების დაულოკებელი წყურვილი, რაც მათ აქვთ, ხო, იქ რაღაცა დარეკვას ეხვეწებოდა ჩვენი პრეზიდენტი და ზარს ელოდებოდა და მერე გამოჩნდა რუბიო ზარი, ხო, რომელიც კობახის კაცვილი არ გვეუბნება რა ზედარი. ხო და აი რისი თქმა მინდა, იცი რომ აი ამ რეალობაში აი ამ მათი მოქმედებების საგარეო მოქმედებების ეს ლოგიკა არის გაუგებარი ეს ერთი და მეორე და უცებ მოვრჩები მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ესეც იყოს მათი მოქმედებების ლოგიკა ამასაც მოიცავდეს თუმცა არც ეს არ მგონია მე მაინც და მაინც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის სასარგებლო აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებული ოსეთთან დაკავშირებით განსაკუთრებით რომ ისინი ცდილობენ სტატუს კუოს შენარჩუნებას ქვეყანაში და რას გულისხმობ ამაში ისინი მათ ანუ ქართული ოცნების დღევანდელი ხელისუფლება ერიდება მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას რომელიც შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოს ინტერესებში დღეს თუმცა არ იყოს მართველი ძალის ინტერესებში რას გულისხმობ რომ შეიძლება არსებობს შიში იმისა რომ თუ ქართული ოცნება გადადგამს გავს ნაბიჯებს და დაუშვათ დაიწყებს საუბარს რუსეთთან ეს შეიძლება ქართულ პარტიულ ფასს უთხიან პარტიულ ფასს ამაში გულისხმობ იმას რომ აი ეს ძალები რომლებიც წინააღმდეგი არიან დაუშვათ ჩვენი დიალოგისა და დაუშვათ იგი ევროკავშირი რომელიც ყოველ დღე რაღაცა მიზეზებს ეძებს ჩვენ წინააღმდეგ და სანქციებისა და ასე შემდეგ ის უბრალოდ საკუთარ ძალაუფლებას უფრთხილდებიან ასე რომ თქვა ისინი შეიძლება ფიქრობენ რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა მათ შეიძლება დაუჯდეთ მაგალითად პირადად ვიღაცა დასანქცირებაზე არ არის საუბარი კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაზეა საუბარი როდესაც მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ძალაუფლება შეიძლება დაუჯდეთ ძალაუფლების დაკარგვა შეიძლება დაუჯდეთ რომ ადამიანები პირად პარტიულ ინტერესებს აყენებენ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ესე ქვია და აი მე რა შენთან რო შევაჯამოთ ეს თემა და შემდეგ უკვე დავასრულოთ გადაცემა აი როგორი ტიპის შეკითხვა მექნება იცი უბრალოდ მინდა დავაზუსტო აი ჩვენ ხედავთ რაც ხდება რეგიონში და ყველას დიდი სატკივარი რა არის ამ შემთხვევაში ჩემი აი ხანდახან ისე არ უნდა იქნას გაგებული რომ რაღაც ჩვენ ძალიან გვინდა ეხა რომ რაღაც რაღაც რუსულ ბლოკში აღმოჩნდეთ და მე მგონია სწორია იქ მაგრამ ამაზე კი არ არის ლაპარაკი აი ვითარება არის როგორი ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში ყავს ვიღაცა კონკრეტული პარტია აი მაგალითად აზერბაიჯანზე როდესაც საუბრობთ აზერბაიჯანის შემთხვევაში გარკვეულია რომ მას ყავს პარტნიორი და ეს პარტნიორი არის თურქეთის სახელმწიფო ის არის აი ამ დიდი თურქული ბლოკის ნაწილი არის სომხეთი რომელიც აქამდე იყო რუსულ ბლოკში ეხლა ცდილობს რომ ისიც აღმოჩნდეს აი ამ თურქულ-აზერბაიჯანულ ბლოკის ნაწილში რომლითგანაც შემდეგ რაღაცა თავის გეგმები აქვს საქართველო სად არის? აი ეს ჩვენ აღმოჩნდით სიტუაციაში, რომ აი ეს გამოწვევები რაც ჩვენ ახსენე მაგალითად დავით გარეჯთან დაკავშირებით. ამ გამოწვევებთან ის გამოწვევები, რომლებიც მოდის რუსეთის მხრიდან. ყველა გამოწვევასთან ჩვენ სახელმწიფოს რაღაც სრულიად დამოუკიდებლად უნდა რომ მოახდინოს გამკლავება ამ ყველაფერთან. რა ბლოკშია დღეს საქართველო? აღარა ვართ ამ პროდასავლურ ბლოკში. ეს გაირკვა, ეს მეგონი ცხადია და არც არავის აღარა აქვს ამაზე პრეტენზია. არც აი ამ აზერბაიჯანულ და თურქულ ბლოკში არ ვართ და არ მოვიაზრებთ ჩვენ თავს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ინტერესებია აშკარად საწინააღმდეგო ამ ხრივ ხო იქიდან გამომდინარე რომ აქვს აზერბაიჯანს თავისი კონკრეტული პრეტენზიები და ინტერესები კავკასიაში რაც ჩვენ გვეწინააღმდეგება და ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება რუსეთთან საერთოდ შეჩერებულია დიალოგი აღარ ვაპირებთ ამ დიალოგის გაგრძელებას აი სად არის საქართველო ხომ არ გეჩვენება რომ თითქოს აი ამ კონტექსტიდან ამოვარდნილ მდგომარეობაში ვიმყოფებით რა ბლოკში არის დღეს საქართველო ვინ არის ჩვენი პარტნიორი არ შეიძლება რომ ამაზე სახელმწიფომ გაგვცეს ადამიანური პასუხი და ვიცოდეთ ვინ რომელი სახელმწიფო მოიაზრება ჩვენი ქვეყნისთვის პარტნიორად მე მაინც გონია და ვფიქრობ რომ ჩვენი პრობლემა და კონკრეტულად ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად თითქმის 35 წელია ყველა ხელისუფლება ვინც იყო, ყველას პრობლემა არის საშინელი მათი კომპლექსები.
აი კომპლექსები, რომელიც ეხება აი მაგალითად თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით. კომპლექსები, სადაც ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოირჩევიან სპეციალურად როგორი ლიტერატურა გააჩნიათ რუსეთთან მიმართებაში, ხო? როგორი სიტყვის მასალა აქვს, როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ, როდესაც რუს პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ. ვხედავთ ჩვენ კომპლექსებს, როგორ აი წარმოგიდგენია შენ აი როგორ შეიძლება ახსნა ეს ფენომენი, როდესაც კაი ხანი და დიდი ხანი გრძელდებოდა ეს პროპაგანდა და მე მგონი ეხლაც გრძელდება, რომ მაისურები დაბეჭდა, მაისურები იბეჭდება დღეს, სადაც აწერია, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსების მხრიდან, რაც რო ავიღოთ ისე ემოციურად და პირდაპირ რომ გადავთარგმნოთ, რასაც ნიშნავს, ხო? ფაქტიურად ჩვენ გვაწერია კონფლიქტის იმ საშინელი კონფლიქტის ის შედეგი, რომელიც აი შეიძლება ნიშნავდეს, რომ ანუ პირდაპირ რო ავიღოთ და გადავთარგმნოთ, რო დავიწეროთ, რომ მე დღეს ამან მაპატიე ჯარგონთვის დედა მიტირა. აი ეს გვაწერია, ეს გვიხარია, ამის პროპაგანდას ვაკეთებთ. ოღონდ ის კი არ გვაწერია, შემდეგ კი არ დაიბეჭდა მაისურები, სადაც გამოსავალი ეწეროს, ან და როგორ შეიძლება, როგორ ვაპირებთ ამას, როგორ გროვდებით, სად გროვდებით, დიპლომატია რაშია, პოლიტიკა რაშია. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მუდმივი პრობლემა, ხელისუფლებების არის ეს კომპლექსები. რითგანაც არ თავისუფლდებთ, მაგრამ რამე რომ მოხდება და არავინ არ არის ისეთი სულელი, რომ ვერაცნობიერებდეს, რას ნიშნავს საგარეო ფაქტორის დროს რუსეთის ფაქტორი. ესე იგი, რას ნიშნავს ჩვენ რომ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ამავე დროს ეკონომიურად ჩვენ ხედავთ ნომერ პირველი პარტნიორი გახდა, რომელსაც ბევრი რამ დამოკიდებული იყო, როცა უმძიმეს პირობებში გადავრჩით. ჩვენ ხო უბრალოდ რაციონალურ შეფასებას ვითხოვთ. ობიექტურად რო ვთქვათ, არც ერთი პოლიტიკოსი დღეს მით უმეტეს, აი დღეს არც ერთი პოლიტიკოსი ამ კომპლექსისგან გათავისუფლებული არ არის. იმის მაგერად რომ გადავდოთ ეს ყველაფერი და შევცვალოთ რიტორიკა, ყველაფერს თავი დავნებოთ, დავიწყოთ რეალურად ამ პრობლემის მოგვარება და თუ სახელმწიფოს გაცნობიერებული აქვს თავისი მიზანი. რა არის ჩვენი მიზანი? რა ამოცანების წინაშე ვდგავართ, რომ უნდა გადავჭრათ რუსეთთან მიმართებაში? თუ მიზანი შენი არის, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიების თლიანობა იყოს, მაშინ შენ უნდა დასახო სწორად ამოცანები და იმ ამოცანების გადაჭრა უნდა დაიწყო. როგორი უნდა გადაჭრა ეს ამოცანები რუსეთთან? შენ თუ მასთან აპირებ ასე გაგრძელებას, რომ აგინო, რომ ეძახო სხვადასხვა სიტყვები, რომ დააწერო მთელ ახალგაზრდობას, რომელსაც შენ წამლავ მაისურები დაბეჭდო და წაიყვანო იქ, რა ქვია და ანახო ოკუპირებულ ხაზზე. შენ თუ ასე აპირებ, რომ ჩაიხადო და ერთი ადგილი აჩვენო და თან ეს აი ამ დაგვარი საშინელი რამ ფაქტები ჩაიდინო, შენი მიზანს ვერ მიაღწევ. და თუ გაცნობიერებული გაქვს, რომ დიპლომატია სხვა რამეა, რომ სხვა ქვეყნების მაგალითი ავიღოთ. იაპონიასაც ჰქონდა დიდი ხანი რუსეთთან პრობლემები, მაგრამ მათ შეცვალეს მათი ეგრეთ წოდებული ვორდი, ანუ ენა და აღარ არის ისე. და ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეხლა ხო ვიცი, აი ეს არის თავარი პრობლემა. შენ თუ მიხვდები, რომ თავარი პრობლემების დაძლევა შეიძლება სხვანაირად და არა ისე როგორც ეხა ხდება. ამ ხელისუფლებამ შეცვალა, ნახე რა გადაცემები გადის, ნახე კიდე როგორ მიდის სტალინზე რა გადაცემები გადის. არ ვიცი რა ხდება საბჭოთა კავშირზე. ესე იგი ხალხი, რომელიც იმ ქვეყანაში, იმ პერიოდში დაიბადა, მათი ოჯახის წევრები თანამდებობებზე იყვნენ, ბინები და სახლები მიიღეს, დღეს ესენი გამოდიან და იმ სახლებიდან და ბევრმა პოეტმა არაღირსეული სხვათა შორის თანამდებობა მიიღო და დამსახურება მიიღო და სიგელი მიიღო. დღეს ეს ხალხი გამოდის და ლანძღავს და იმ ეპოქას ეძახეს, ბნელ ეპოქას. მე მესმის ეს რომ გააკეთოს, ეს განცხადება გააკეთოს ისეთმა ადამიანმა, ვინც მართლა მოდი ვთქვათ, აი დისიდენტობდა და ებრძოდა, რეპრესირებული იყო. მაგრამ წარმოიდგინე რა ხდება. დღესაც რა გადის, რა ხალხი კითხულობს ლექციებს. ჩვენ შევცვალეთ, ანუ ჩვენ ამ კომპლექსებიდან არ გათავისუფლდით. ჩვენში გულისხმობ მოსახლეობას კი არ აქვს ეს პრობლემა. ხელისუფლებას აქვს და ხელისუფლებას ეს პრობლემა აქვს, რომელმაც უნდა გადაჭრას მთავარი ამოცანა რუსეთთან მიმართებაში. ტერიტორიულ და ასე შემდეგ უნდა დაიწყოს ამოცანების ამოხსნა. ამოცანებით უნდა მივიდეს და მთავარი ამოცანა რა არის? კაც რომელსაც შენ აგინებ. კაც რომელსაც ამბობ შენ ესეთი ხარ, ისეთი ხარ. ეს ოკუპირებაც, ეს ოკუპირებული ტერიტორიას რო ავიღოთ, ხო დროებიც ნიშნავს, არა? შენ თუ ამაზე არ ლაპარაკობ, შენ თუ არ გინდა გადა. სხვა რა შემთხვევაში უნდა დაგელაპარაკოს? აი ფასი არის ისაც ცოტნებ თქვა. მაშინ შენ მოელოდო, უნდა მოისმინო პუტინის ის განცხადებები, რაზეც ლაპარაკობს. სხვა ხო ყველაფერი ვერ დავინახეთ. ჩვენ ხო ვერ დავინახეთ. ობიექტური შეფასების პრობლემაა.
ჩვენ გვაქვს ობიექტურად არ ვაფასებთ მოვლენებს. ვინმე კი არ ამბობს, თენგო შენ რო თქვი რომ ვინმე ამბობს, ჩვენ გითხოვს რომ რუსეთის გუბერნია უნდა ვიყოთ. ღმერთმა დაიფაროს და ის პერიოდი სხვათა შორის ერთმა ძალიან ნიჭიერმა კაცმა ჩვენმა უბრალოდ მეგობარმა არაერთხელ თქვა და უთქვამს რომ ერთი წამით არ მინდა და უბრუნდა იმ ეპოქაში და არც ვისურვები ვიცხოვ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იქ რამე არ ხდებოდა ისე. ამიტომ არის საუბარი. პრობლემა არის რომ საქართველოს დღევანდელი ადმინისტრაცია როგორც დაიწყო 35 წელს ყველა ხელისუფლება აძაგებდა ყველა საშინელებას ამბობდა 100%-დან 99% ტყუილია და ეხლა ამაზე გაიზრდება თაობა ბოღმაში. ბოღმაში გაზრდილი თაობა და დაპირისპირებაში გაზრდილი თაობა. და მე ჩვენ ვთქვათ რომ იცი რა, ვინ აქვს ჩვენ პარტნიორი და მეგობარი, ვისთან გვაქვს ჩვენ თავარი პრობლემა მოსაგვარებელი. მოდი ასე შევხედოთ. ვინ უნდა დააბრუნოს ის ტერიტორიები? ვინ უნდა შეიყვანოს ხალხი იქ? ვინ? აი ეს ამოცანა ჩვენ რა გვაქვს და ამას როგორ ვაპირებთ? ჩვენ რა გზები გვაქვს? ანდა საერთოდ რას გვთავაზობს ხელისუფლება? აი რას გვთავაზობს? არაფერს არ გვთავაზობს. რას გვთავაზობს? შემიძლია გითხრა და ამითი დავასრულოთ. მე მგონი აი ეს ნიუსი ზოგადად მომაწოდა. ეხლა ყველა კითხვას სცემს პასუხს. გრანტების შესახებ კანონში კიდე ერთი ცვლილება შედის. ოღონდ ამ შემთხვევაში ცვლილება რას გულისხმობს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რიგი სახსრები აღარ ჩაითვლება გრანტებად. ანუ მათ კვლავ მიეცემათ იმის უფლება, რომ დაარიგონ ფული, ამას ახლა რა თქმა უნდა ამართლებენ, რომ ესო ისეთ მხოლოდ ისეთ სახსრებს შეეხებაო, რაც უშუალოდ დიპლომატიური ურთიერთობების განხორციელებისთვის სჭირდებაო და ძალიან დიდი ბოდიში, რა ვიცი, ჩვენ თვითონ გვაქვს არაერთხელ გაშუქებული, დააწყებული ბრიტანეთის საელჩოთი, გერმანიის ელჩით გაგრძელებული, ნიდერლანდების საელჩო, შვედეთის საელჩო, რამდენჯერ ხავთ თქვენ თვითონ გალამძღული, რომ ამ საელჩოების გატარებით ხდებოდა თურმე საქართველოში გადატრიალების პროცესის დაფინანსება. დღეს ეს ხალხი თურმე ამიერიდან როცა შევაესრულება ძალაში კვლავ შეძლებს გახდნენ პატიოსნები კი ბატონო კი მორწმუნენი აი როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი სასიკეთო ჩვენთვის მე მგონი ეგ არის პასუხი მათ შორის იმ კითხვაზე რაც დავსვით რომ აი რატო შეჩერდა რუსეთთან დიალოგი რატო არა გვაქვს ამ იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას ერთადერთი ამოცანა აქვს დღეს დასახული რომ აი როგორმე ისევ გადახდეს იმ დასავლურ ნავში სადაც აღარ იღებენ და უკვე აი გუშინ რო ლანძღავდნენ ძალიან ფაქტობრივად გაუქმეს ხო გრანტები შეიძლება არაეთიკური გამონათქვამი უნდა ვთქვა, მაგრამ აი საკუთარი გადანერწყვებული ალოკვას ნიშნავს ეს ყველაფერი, რაც მე რამდენად. დიდი მადლობა, მეგობრებო, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, ჩვენ ოთხშაბათს შევხვდებით ერთმანეთს, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად გვექნება სამართლებრივ საკითხებზე საუბარი გადაცემაში იურისტის საათი. დიდი მადლობა თქვენს მადლობა ჩვენს და მომავალ შეხვედრამდე.